საპროტესტო ტალღას მინდა შევეხო, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხედავთ, რომ მართლაც ყოველდღე უფრო და უფრო მეტად იზრდება. კი, 300-მდე ადამიანი ვიყავით გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც ეს ცხადია ხუმრობით, მაგრამ აი ყოველდღე მოვდივარ 7 საათზე და ვარ ფაქტიურად ბოლომდე, სანამ ბოლო რამდენიმე ადამიანი დარჩება რუსთაველის გამზირზე და ყველაზე დიდი ბედნიერება არის ერთი, რომ ყოველდღიურად ახალი და ახალი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, ეს არის უმნიშვნელოვანესი გუშინდელი დღე. ნახეთ, რა ხდებოდა, გადაჭედილი იყო მთელი რუსთაველი იმის მიუხედავად, რომ ჯერ სცენა მოიპარეს, შემდგომ ხმა მოიპარეს, შეიძლება ითქვას, გახმოვანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი პრობლემის მიუხედავად. ყოველი დღე დგება, გუშინდელი დღე შედგა იყო უმნიშვნელოვანესი დღე, ცხადია 29-მდე. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდება და თავარი არის ერთი. აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს და აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. ხალხი არ გაჩერდება, საზოგადოება არ ჩერდება, მთელი საქართველო დგას გარეთ. კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საპროტესტო ტალღა. ახლაც აი ზუსტად რამდენიმე საათის წინ ძალიან დიდი შეხვედრა გქონდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ის ადამიანებიც კი, რომელიც არასოდეს არ გამოსულან გარეთ, დღეს ჩემი უძვირფასესი კოლეგები. დღეს აქ დგანან და ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. დღეს არიან ჩვენთან ერთად და აპროტესტებენ აი ამ მართლაც არ ვიცი, აი გაუკუღმართებულ რეჟიმს. ემიგრანტებს მინდა შევეხო, აი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებს. აი ახლაც ალბათ ხედავდი, რამდენიმე ადამიანი იყო ჩემთან მოსული, ვესაუბრებოდი, ისინი ჩამოვიდნენ 2 დღის წინ საქართველოში, რამდენიმე წელია არ იყვნენ ამყოფები, ჩამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ იდგნენ რუსთაველზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად გავისტუმროთ. აი ეს მავნებლური რეჟიმი, მავნებელი ადამიანები საქართველოდან და გავისტუმროთ იქ, სადაც ამას სულ ამოყვა. არის რეალურად მათი ადგილი და მათი ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში. ამ დიდი კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი პირველ რიგში უპირობო დაუყოვნებლივ გათავისუფლება ჩვენი რეჟიმის პატიმრების და მინდა აქედან გავამხნევოთ თითოეული მათგანი, მათი ოჯახის წევრები და მივმართოს სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც აი ასე ექცევა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, როგორ არ გრცხვენიათ, როგორ იძინებთ, როგორ დებთ ბალიჟზე თავს და როგორ იძინებთ და როცა სახლში მიდიხარ და გვხვდებათ თქვენი შვილები, რომლებიც ძალიან ბევრი მათგანი სხვათა შორის მათი შვილები დღეს აქ დგანან. ძალიან ბევრი იმ ბიზნესმენის შვილიც კი, რომლებიც დღეს აი ასე თავზე ხელს უსმევენ კობახიძეს, სამარცხვინო ადამიანები, რომლებიც შვილებიც აქ დგანან, როგორ არ გწხვენიათ, რომ თქვენი შვილების ტოლი ადამიანები დღეს საპატიმროებში არიან ნაცემები, მაგრამ ეს უსამართლობა მალე დასრულდება, მალე ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა დადგება ისევ დასავლურ რელსებზე და აუცილებლად გახდება ძალიან მალე ევროკავშირის ოჯახის წევრი.